შუა აზიაში რუსეთის გავლენის გაძლიერება და საბოლოოდ იმპერიის შემადგენლობაში ამ ტერიტორიების შესვლა გრძელვადიანი გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო, რომელიც მე-18-19 საუკუნეების განმავლობაში განვითარდა. ამ პროცესებმა კი საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა ექსპანსიასაც, რომელიც უკვე რევოლუციის შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. რუსეთის ინტერესები შუა აზიის მიმართ ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროს გაჩნდა, თუმცა აქტიური გაფართოება მოგვიანებით მე-19 საუკუნის შუა წლებში დაიწყო. იმ დროს რუსეთი უკვე კონსოლიდირებული იმპერია იყო, რომელსაც ამაღლებული ამბიციები ჰქონდა, როგორც შიდა სტაბილურობისთვის, ისე საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად. შუა აზია მისთვის იყო სტრატეგიული მიმართულება, სადაც სამხრეთისკენ, ინდოეთისა და სპარსეთისაკენ, სადაც მაშინ ბრიტანეთი და ირანი იბრძოდნენ გავლენებისთვის. ამ პროცესებს შემდეგ დიდი თამაში, The Great Game დაერქვა. რუსეთმა კი თავისი პირველი აქტიური შეტევები დაიწყო ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამ დროს ყაზახეთის მმართველმა ჟუზის ხანმა რუსულ მფარველობას მიანიჭა ლეგიტიმაცია. ეს კი იყო რუსეთის გავლენის დაწყება რეგიონში. რა თქმა უნდა, ფორმალურად. მომდევნო ეტაპები კი მე-19 საუკუნის აგრესიული ექსპანსია იყო. იმპერიული არმია ეტაპობრივად იპყრობდა მნიშვნელოვან ქალაქებს და რეგიონებს, როგორიცაა ტაშკენტი 1865, ხივა 1873, ბუხარა 1868 წელს, აგრეთვე სამარყანდი და მეორე ათწლეულისთვის უკვე თითქმის მთლიანი შუა აზია რუსეთის იმპერიის კონტროლ ქვეშ მოექცა. შუა აზიაში რუსეთის დამკვიდრება ძალადობრივი იყო, თუმცა ადგილობრივი ელიტის ნაწილთან ხშირად იყო გარიგებები. ზოგი ხანი, ემირი თუ ადგილობრივი ფეოდალი საკუთარ ძალაუფლებას ინარჩუნებდა, ოღონდ რა თქმა უნდა, რუსულ მფარველობაში. ამასთან სდევდა ეკონომიკური კოლონიზაცია, ცხრისა და ბამბის ექსპორტზე ორიენტირებული მეურნეობები, გზების და რკინიგზის გაყვანა, რუსი სამხედროებისა და მოხელეების დასახლება, თანდათან ადგილობრივი კულტურის და მმართველობების ფორმების დაშლა. რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური პოლიტიკა სხვადასხვა რეგიონის მიმართ ძალიან გავდა ერთმანეთს. მოდი პარალელები გავავლოთ რუსეთისა და ქართული სამეფო სამთავროების ურთიერთობებთან, თავად აზნაურების, მეფისნაცვალ მთავარმართებლების დამოუკიდებლობასთან. კულტურის მხრივ რუსული იმპერია ცდილობდა ისლამური გავლენის შეზღუდვასაც. შენდებოდა მართლმადიდებლური ტაძრები, იქმნებოდა რუსულენოვანი სკოლები, შემოჰქონდათ ქრისტიანული ღირებულებები და იმპერიული იდეოლოგია. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა კვლავ ცხოვრობდა საკუთარი წესებით. რელიგიური სკოლები, ადათები და ეთნიკური თვითშეგნება დიდხანს შენარჩუნდა. ამ ფონზე იქმნებოდა ის ფონიც, რომელზეც შემდეგ ათწლეულებში საბჭოთა ხელისუფლება აშენებდა თავის პოლიტიკას. ამგვარად, შუა აზიის გასაბჭოება მხოლოდ ბოლშევიკების მიერ განხორციელებული სწრაფი სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა. ის იყო საუკუნეზე მეტი ხნის გავლენის, პოლიტიკური ინტრიგების, ეკონომიკური ინტერვენციისა და, რა თქმა უნდა, სამხედრო ექსპანსიის ლოგიკური გაგრძელება. უკვე 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეს რეგიონი, რომელიც ფორმალურად იმპერიის ნაწილი იყო, ისევ გახდა ბრძოლის ველი. ამჯერად კი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიამ ფორმალურად დაშლა განიცადა. თუმცა ახალი ხელისუფლება, ბოლშევიკები, მიზნად ისახავდნენ ყოფილი იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ოღონდ უკვე ახალ იდეოლოგიურ ფორმატში, როგორც სოციალისტურ რესპუბლიკა და გაერთიანება. მათთვის შუა აზია არა მხოლოდ ისტორიულად რუსეთის ტერიტორია იყო, არამედ სტრატეგიულადაც მნიშვნელოვანი სივრცეც, ეკონომიკური, სამხედრო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ გასაბჭოების პროცესიც იყო გეგმაზომიერი, მრავალწახნაგოვანი და ადგილობრივი წინააღმდეგობებით სავსე. რევოლუციისთანავე 1917-18 წლებში შუა აზიაში ძალაუფლება ფორმალურად გადავიდა ადგილობრივ დროებით ხელისუფლებებთან ან ნაციონალისტურ მოძრაობებთან. თუმცა ბოლშევიკები სწრაფად შეუდგნენ კონტროლის აღდგენას და შემდეგში ეს წარმატებითაც მოახერხეს. პირველი სამიზნე იყო ტაშკენტი, რომელიც იმ დროისთვის იყო რუსეთის ადმინისტრაციული ცენტრი შუა აზიისთვის. 1917 წლის ნოემბერში ტაშკენტში უკვე შეიქმნა ბოლშევიკური საბჭო, იგივე ტაშკენტის საბჭო, რომელიც დაეყრდნო იქ მყოფ რუს მუშათა და ჯარისკაცთა ჯგუფს. ეს საბჭო მალევე გადაიქცა რეგიონის მთავარ ძალად,
რომელიც შემდეგ გააფართოვეს და დაარსდა ეგრეთ წოდებული თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა აღმოჩნდა ადგილობრივ მუსლიმურ მოსახლეობასა და ბოლშევიკურ ხელისუფლებას შორის. 1918 წელს ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ტერიტორიებზე იწყება შეიარაღებული წინააღმდეგობა, რომელიც ისტორიულად ცნობილია როგორც ბასმაჩების მოძრაობა. უზბეკურად ბასმაჩი ნიშნავს ტაცებულს ან ბანდიტს. ეს იყო გასაბჭოებისადმი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური რეაქცია მთელ საბჭოთა კავშირში. ბასმაჩები ძირითადად მუსლიმი მეომრები, გლეხები, ყოფილი ოფიცრები და ტრადიციული ფეოდალური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი წლების განმავლობაში ებრძოდნენ წითელ არმიას. ეროვნულ ისლამური ერის აღდგენის იდეით ბასმაჩები მიიჩნევდნენ თავს მუჯაჰიდებად ათეისტურ საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ წმინდა ომში. განსაკუთრებით ფერგანის ველზე, ხივასა და ბუხარას მთიან ზონებში. ბრძოლა იყო სასტიკი, ორივე მხარეს ბევრი მსხვერპლი მოჰყვა და ბოლშევიკებს 1920-იანი წლების ბოლომდე არ ჰქონდათ სრული კონტროლი რეგიონზე. 1920 წელს წითელი არმიის გენერალის მიხეილ ფრუნზეს მეთაურობით განხორციელდა მასშტაბური ოპერაციები ბუხარასა და ხივას წინააღმდეგ. ბუხარის საამირო, ერთ-ერთი უკანასკნელი ისლამური სახელმწიფო შუა აზიაში დაეცა 1920 წლის 2 სექტემბერს. ემირი ალიმ ხანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, ხოლო ბუხარაში დაარსდა ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც ფაიზულა ხოჯაევი ჩაუდგა სათავეში. ხივას სახანომ ასევე დაეცა 1920 წლის დასაწყისში. ჯუნაიდ ხანი, რომელიც ხივას სახანოს უკანასკნელი სამხედრო ლიდერი იყო, წითელ არმიას ხანგრძლივად ებრძოდა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. ხივაში შეიქმნა ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ძალიან მალევე შეერწყა უზბეკეთს და როგორც უზბეკეთის სოციალისტური რესპუბლიკა ისე წარმოიქმნა. 1921 წელს კი ბასმაჩების მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ შეუერთდა ოსმალეთის იმპერიის ლეგენდარული გენერალი ენვერ ფაშა, რომელიც თავს მუჯაჰიდად ასახებდა და ისლამურ აღმოსავლეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ენვერ ფაშამ საკუთარი ძალებით დაიპყრო დუშანბე 1922 წლის თებერვალში და გეგმავდა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში სეპარატისტული ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. თუმცა 22 წლის 4 აგვისტოს იგი მოკლეს წითელი არმიის კავალერისტებმა გენერალ რედელ მელქუმოვის ხელმძღვანელობით ბალდუჯანის მახლობლად. ენვერ ფაშას სიკვდილის შემდეგ ბასმაჩების მოძრაობა მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა ბრძოლა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა. მაგალითად, ტაჯიკეთში ერთ-ერთი გამორჩეული ბასმაჩი ლიდერი იყო იბრაჰიმ ბეკი, რომელიც მოქმედებდა 1931 წლამდე. წითელმა არმიამ კი თავის მხრივ თანდათან დაიბრუნა კონტროლი მთიან რეგიონებზე და უკვე 30-იან წლებში მთელ შუა აზიის ტერიტორიაზე ბოლშევიკური მმართველობა მყარად იყო დამყარებული. 20-იან წლებში გასაბჭოების მეორე ფაზა დაიწყო. ეს იყო ადმინისტრაციულად რეგიონების დაყოფა და სოციალისტური რესპუბლიკების ჩამოყალიბება. ეს პროცესი მიზანმიმართულად განხორციელდა ეთნიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული გათვლებით. ამ ეტაპზე შეიქმნა 1924 წელს უზბეკეთისა და თურქმენეთის საბჭოთა რესპუბლიკები, 1929 წელს ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 1936 წელს მოხდა ყირგიზეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სტატუსის ამაღლება და საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან წევრებად გადაქცევა. ამ პერიოდში ბოლშევიკები აქტიურად ახორციელებენ სოციალურ რეფორმებს, როგორიცაა მიწების რეკვიზიცია, კოლექტივიზაცია, ისლამური ინსტიტუტების თანდათანობით გეგმაზომიერი დადგრუნვა და რა თქმა უნდა რუსული ენის პრიორიტეტი განათლების სისტემაში. ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი მიზნისკენ: ეროვნული თვითყოფადობის განეიტრალება და საბჭოთა იდეოლოგიის ჩამერგვა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ მოსახლეობაში დიდხანს არსებობდა წინააღმდეგობის განცდა. იქნებოდა ეს პოლიტიკურად, კულტურულად თუ რელიგიურად. თუმცა
ტერორით, პროპაგანდით და დროის გასვლით, რა თქმა უნდა, საბჭოთა რეჟიმმა შეძლო ამ წინააღმდეგობების სისტემური ჩახშობა. სწორედ ამგვარად შუა აზიის ქვეყნების გასაბჭოება იყო მრავალწლიანი პროცესი, რომელიც მოიცავდა როგორც სამხედრო დაპირისპირებას, ისე სტრუქტურული გადაქმნების ღრმა პოლიტიკას. თითოეული რესპუბლიკის შემთხვევა მართლაც უნიკალურია, მაგრამ საერთო მახასიათებლები მათ შორის არის ძალისმიერი ინტეგრაცია, ელიტების ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, რეპრესიები და საბჭოთა მოდელის ძალადობრივი დაფუძნება. საბჭოთა ხელისუფლება ცენტრალურ აზიაში ისე დამყარდა, როგორც საქართველოში. თავდაპირველად ხალხის განმათავისუფლებელ ძალად გამოცხადდა, მაგრამ მალევე დაიწყო რეპრესიები. სამიზნე გახდა ყოფილი ელიტა, ემირების, ხანების, ბატირების და სასულიერო პირების შთამომავლობა. მათი დიდი ნაწილი გადაასახლეს ან დახვრიტეს. იგივე სურათი იყო საქართველოში. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა პოლიტიკური ოპონენტები განდევნეს. ნაწილი დაიხვრიტა, ნაწილი კი გადასახლებაში გააგზავნეს. უნდა აღენიშნოს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ რუსული იმპერიის დროსაც, როდესაც ისინი კავკასიიდან ადამიანებს გადასახლებაში უშვებდნენ, მათი დიდი ნაწილი ან ციმბირში მიდიოდა გადასახლებაში, ან შუა აზიაში. ხოლო ამ შუა აზიაში პირიქით იყო შუაზიელი დევნილები, გადასახლებულები კავკასიაში მოჰყავდათ რუსეთის იმპერიის ჯალათებს. 1920-იანი წლების ბოლოს დაიწყო კოლექტივიზაცია. მიწა ჩამოართვეს მიწათმფლობელებსა და გლეხებს. შეიქმნა კოლმეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო წარმოება ცენტრალური კონტროლის ქვეშ მოაქციეს. ყაზახეთში ეს პროცესები განსაკუთრებით მძიმე იყო. იზოლებითი კოლექტივიზაციის გამო მოხდა მასობრივი შიმშილი 1930-33 წლებში, რომლის დროსაც დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საქართველოში ეს პერიოდი უკავშირდება ასევე გადასახადების და იზოლებითი ჩაბარებების პოლიტიკას, რომელმაც გამოიწვია უკიდურესი გაჭირვება და აჯანყება, მაგალითად 1924 წლის. შემდეგი ეტაპი იყო ინდუსტრიალიზაცია და კულტურული რეფორმები. შუა აზიაში აშენდა ბამბის მსხვილი პლანტაციები, ჰიდროელექტროსადგურები, რკინიგზა. პარალელურად დაიწყო რელიგიისა და ტრადიციული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა. ყურანის სკოლები აიგრძალა. სასულიერო პირები დევნილობაში წავიდნენ. საქართველოში ანალოგიურად ეკლესიები და მონასტრები დაიხურა. სამღვდელოება დევნის ქვეშ მოექცა. 30-იანი წლების რეპრესიებმა ორივე სივრცე ერთნაირად მოიცვა. შუა აზიაში განსაკუთრებით დაარბიეს ეროვნული ინტელიგენცია, მწერლები, მასწავლებლები, ყოფილი ბასმაჩების მხარდამჭერები. საქართველოში კი იგივე ბედი ეწიათ ეროვნულ მოღვაწეებს და ინტელიგენციას, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს დროს წარმოადგენდნენ სახელმწიფო ბირთვს. მხედველობაში მაქვს ზუსტად 30-იანი წლების რეპრესიები. ამ ყველაფრის შედეგად შუა აზიაშიც და საქართველოშიც საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ორი მთავარი მიზნის მიღწევას: ცენტრალური კონტროლის გამყარებას და ადგილობრივი ეროვნული იდენტობის დამორჩილებას. ეს პროცესი ორივეგან მოხდა ერთი სცენარით: თავისუფლების დაკარგვა, დამოუკიდებელი პოლიტიკური და კულტურული ელიტის განადგურება, იზოლებითი ეკონომიკური გარდაქმნები და რელიგიის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული და პოლიტიკური, ასევე ისტორიული კონტექსტიც განსხვავებული იყო ამ ორი რეგიონისთვის, საერთო გამოცდილება მაინც ძალიან გავდა ერთმანეთს. ორივეგან გასაბჭოება აღიქმებოდა როგორც უცხო ძალის ძალადობრივი მმართველობა, რომელიც თავს რატომღაც აჩვენებდა როგორც განმათავისუფლებელს. მაგრამ რეალურად ხალხს დაუტოვა მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რეპრესიები და თავისუფლების დაკარგვაც კი. დღეს, როდესაც ჩვენ შუა აზიაში მოგზაურობთ, ვერ გავიქცევით იმ ფაქტს, რომ ამ ტერიტორიაზე საბჭოთა და რუსულ სისტემას ფესვები მყარად აქვს გადგმული. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, მალოთ მოსმენისთვის გამოიწერეთ არხი. არ გაბრძანებოდეთ.